მოდით მოკლედ გადავხედოთ საქართველოს 2025 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სუპერ დრამატულ ფინალს. წარმოიდგინეთ, სეზონის ბოლო ტურმა გადაწყვიტა აბსოლუტურად ყველაფერი. ვინ გახდა ჩემპიონი, ვინ იბრძოლებს ლიგაში დასარჩენად და თან სეზონის საუკეთესო გოლიც ვნახეთ. ანუ ინტრიგა ბოლო წამამდე იყო რა. დავიწყოთ პირველით. ჩემპიონი იბერია 1999-ია და იცით, ეს არ ყოფილა უბრალოდ მოგება. მათ გადამწყვეტ მატჩში გაგრა დაამარცხეს ანგარიშით 2-1, მაგრამ საქმე ისაა, რომ 32 წუთიდან კაცნაკლულები თამაშობდნენ და აი მატჩის ბოლოს გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა გამარჯვების გოლი და გუნდს ისტორიაში მესამე ნამდვილად დაუჯერებელი ჩემპიონობა მოუტანა. ამით მათ გორის დილას 2 ქულით გაასწრეს. მეორე, მოდით ვისაუბროთ სეზონის გოლზე. აი მიუხედავად იმისა, რომ გაგრამ წააგო მათმა თავდამსხმელმა დავით მუჯირმა, ისეთი რაღაც გააკეთა, მორიელის დარტყმით გაიტანა უბრალოდ ფენომენალური გოლი. ბევრმა ეგრევე ოლივიე ჟირუს გოლს შეადარა. რაც შეეხება ბომბარდირს, აქ ყველაფერი სტაბილურად არის. ქუთაისის ტორპედოს ნორვეგიელი ფორვარდი ბიორნ იონსენი ზედიზედ მეორედ გახდა საუკეთესო, ამჯერად 21 გოლით და ბოლოს მესამე. ვინ რა შვება ახლა? გორის დილასთვის ხომ ეს დღე დიდი იმედგაცრუება იყო. მათ ჩემპიონობის შანსი ჰქონდათ, მაგრამ თბილისის დინამოსთან ფრემ ყველაფერი დაასრულა და საბოლოოდ მეორე ადგილზე გავიდნენ. პლეი-ოფში, ანუ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ თელავი და საგარეჯოს გარეჯი. ეროვნულ ლიგას კი ფოთის კოლხეთი 1913 დაემშვიდობა. მის ადგილს კი რუსთავი დაიკავებს. მოკლედ რა გამოვიდა? დაძაბული ბრძოლა, საოცარი გოლები და დრამატული ფინალი. 2025 წლის სეზონი ნამდვილად შევიდა ისტორიაში.